Ამ სახით თითქმის განადგურებული დახვდა აღმაშენებლის ქუჩაზე ვარინკა მაჭავარიანი წერეთლის სახელობის სკვერში არსებული მრავალწლიანი ბზის ბუჩქები სამუშაო უბანზე მისულ კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს. რამდენიმე წლის წინ განაშენიანებულ სკვერში ხელყოფილია ყველა ბუჩქი, რომლის მანამდე არსებულ კონდიციაში მოსაყვანად ძალიან ბევრი წელი იქნება საჭირო. სამსახურის თანამშრომლების ვარაუდით, ჩადენილი ვანდალიზმი ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით მასზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება, რაც მიუღებელია და კანონით დასჯადი ქმედებაა. პირი, რომელიც უკანონოდ მოჭრის ბზას 2000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო გამეორების შემთხვევაში ჯარიმა 5000 ლარით განისაზღვრება. ბზის უკანონოდ მოჭრის ამოძირკვისა და განადგურების შემთხვევაში თუ ზიანი 1000 ლარს აღემატება, დანაშაულის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობად ჩაითვლება. მამუკა მახათაძემ გვითხრა, რომ შესაბამისი სამსახურის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან ერთად ქალაქის მასშტაბით არსებულ ბზის ნარგავებზე გაძლიერებულ მონიტორინგს დააწესებს. ჩვენი სამსახური, როგორც კი ამინდი გამოვედით და ხეების გათეთრება დავიწყეთ და შევამჩნიეთ, რომ ეს ბზები არის, როგორც ეთყობა, ამ დღესასწაულთან მიმართებაში მოპარული, განადგურებული, ასე რომ ვთქვათ, და გაჩანაგებულია. ეს არ მგონია, რომ ბავშვების გაკეთებული იყოს, ეს უფრო ზრდასრული ადამიანების გაკეთებულია, რომ რაღაც სარგებელი ნახონ. რა ვიცი, ჩვენ შეგვიძლია მოუწოდოთ, რომ თუ ვინმე ამით რამე თანხას შოვილობს და ასე უჭირს ვინმეს, შეგვიძლია მოგმართონ და ჩვენ დავეხმარებით პიროვნულად და ასეთ საქციელს ჯობია, რომ ასეთი ნაბიჯები გადავდგათ. ასევე მოუწოდებთ საზოგადოებას მეტი ჩართულობა იყოს, აქ ახლა სულ ხალხის ინტენსივობა არის, მოძრაობენ. სწორი გითხრათ, არანაირი ზარი არ შემოსულა ჩვენთან, რომ მსგავსი ფაქტს ადგილი ჰქონდა და თხოვთ ვიყოთ ყველა ყურადღებით, რომ ჩვენ ქალაქს მოუვაროთ და ეს სილამაზე, რომელიც გავაკეთეთ, შევინარჩუნოთ და გავუფრთხილდეთ. პოლიციასთან ჰქონდა ჩვენ კომუნიკაცია, ასევე ჩვენი სამსახურიც იქნება ამ საკითხთან მიმართებაში უფრო ფხიზლად ჩავატარებთ, ასე ვთქვათ, სამორიგეო ჯგუფებს დავაყენებთ, რომ მსგავსი ფაქტი არ გამეორდეს და ეს ახალი ნარგავები, რომელიც ალამაზებენ ჩვენ ქალაქს, არ დაგვიზიანონ. ჩვენ თამაშობთ ზესტაფონის თეატრში მესამე პრემიერას. ეს ძალიან საინტერესო სამუშაო იყო, ეს იყო ერთობლივი სამუშაო ზესტაფონის თეატრთან და სენაგის თეატრს შორის და რეჟისორებს შორის. ძალიან კარგი გამოცდილება მივიღეთ. ის ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც შეიქმნა, ვალერი ოთხოზორიამ შექმნა, იმ თემაზე 21 წლის პერიოდს ეხება, როცა საბჭოთა კავშირი ეს იმპერიამ, ასე ვთქვათ, დააგვიყვრო და აი ამ მოვლენებს ეხება შოროპანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვან მოვლენებზე, რომელიც ესეც ქვია ნაწარმოებს აჯანყებულთა ვაგონი, სადაც უამრავი ხალხი იყო რეპრესირებული და დახვრეტილი. და მეორე ნაწილი ეხება უკვე იმიგრაციის პერიოდს, დაბრუნების პერიოდს, როგორ ხდება ამის გახსენება, რა გაიარეს, რა ქნეს, რა მოხდა საერთოდ. ამის გააზრება ხდება, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწარმოებია მოზარდებისთვის, იმიტომ რომ ისტორია არ უნდა დაივიწყო, უნდა გვახსოვდეს ჩვენი ესეთი მწარე ისტორია უნდა გვახსოვდეს. საერთოდ როცა ნაწარმოები იდგმება, ესე თუ ის ნაწარმოები ბუნებრივია ფიქრობ ფორმაზე. ის რომ ასე დავაახლოვეთ დღეს მაყურებელი შემოქმედებით ჯგუფს, ეს განპირობებული იყო იქიდან, რომ უფრო ინტერაქტიული ყოფილიყო ის ამბავი და ერთგვარად ჩართული ყოფილიყო და ინტერაქტიული ყოფილიყო იმ მნიშვნელოვან ეპოქასთან, რომელიც ქართველებმა 1924 წელს გაიარეს და ეს გვინდოდა ძალიან ხელშესახები ყოფილიყო როგორც გადატანითი, ასევე პირდაპირ მნიშვნელობითაც და სწორედ ეს გახდა ერთგვარი შთაგონებაც იმისთვის, რომ დაგვიახლოვებინა მაყურებელი მიმდინარე შემოქმედებით პროცესთან. თავისთავად ძალიან კომფორტულია, როდესაც იმ შემოქმედებით გუნდთან ერთად მუშაობ, რომელიც სასურველია, რომ იმუშაო მათთან, თუმცა თავისთავად არის რაღაცა
ტექნიკური უზუსტობები შეიძლება წავაწყდეთ, იმიტომ რომ ახლა სენაკის თეატრი მოიხსენებათ და ინფრასტრუქტურულად აღჭურვილია იდეალურად. ჩვენ არ გვაქვს ამის სათანადო პირობები ჯერჯერობით ამ ეტაპისთვის მოიხსენებათ და ეს ზოგჯერ რა თქმა უნდა გვიხსნიდა პრობლემას, იმიტომ რომ იქ შეიძლება იდეალურად ყოფილიყო ბოლომდე ტექნიკურად გამართული, აქ რაღაცა შეიძლება დაკლებოდა. თუმცა ჩვენ ამაზე ვიზრუნეთ, რომ არაფერი არ დაკლებულიყო და პირიქით იმ პირობებშიც კი, იმიტომ რომ სენაკის თეატრი ტექნიკური აღჭურვის თვალსაზრისით დაგვეხმარა და ყველაფერი ზუსტად იდენტურად არის, როგორც პირველი პრემიერა გაიმართა. და რა თქმა უნდა, თავისთავად მოხარული ვარ იმით, რომ ჩვენ ვითანამშრომლებთ ერთმანეთთან, ამით უნებრივია ხდება დაახლოება და ორი თეატრის რაღაცა დამეგობრება და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი. სენაკის თეატრისთვის ეს პირველი კოპროდუქცია იყო. დავმეგობრდით ზესტაფონის თეატრთან, შედგა მშვენიერი ტანდემი, ერთად ვიყავით ლეველში, გავეცანით ეკაურ სიტუაციას, ყველაფერი ძალიან სასიამოვნო და რა თქმა უნდა ჩვენი ურთიერთობაც სასიამოვნოდ შედგა. და რაც შეეხება სპექტაკლს, ვფიქრობ, მშვენიერი სპექტაკლი გამოვიდა. ხოლმე ვთამაშობ ნინა წერეთელს, განმასახიერებ. ძალიან მძიმე იყო ჩემთვის ეს არის უფრო სწორედ. ხო, ეს ფორმატი სხვანაირია. იმიტომ რომ მაყურებელია სცენაზე და უფრო მეტი საპასუხისმგებლო სათამაშოა, რა თქმა უნდა, და პიესას რაც შეეხება, ეს მოიცავს იმ შავნელ პერიოდს, რაც იყო 1924 წლის აჯანყება, იმერეთის აჯანყება, ესე ქვია ჭიათურაში აჯანყდნენ გლეხები და მე რაც მოხდა, ბოლოს ნახავს ამას მაყურებელი სპექტაკლში და კი, ერთი სპექტაკლი პრემიერა ვითამაშეთ სცენაში, იმიტომ რომ ეს არის კოპროდუქცია, ორი თეატრის გაერთიანება. ეს ამას საფუძველი ჩაუყარა იმან, რომ ჩვენ ორი თეატრი ვიყავით იმ ჩვენ ისტორიულ მიწაზე საფრანგეთში, ლევილში. და ამანაც რა თქმა უნდა დიდი შტაბ-ბიჭდილება მოახდინა ჩვენზე, იმიტომ რომ როცა ჩადიხარ იმ ქვეყანაში, სადაც შენი ის გმირი წინაპრები ასე რომ ვთქვათ, დააბიჯებდნენ, დადიოდნენ, შეინარჩუნეს ის პატრიოტიზმი, საიდანაც წამოვიდა ის, რომ გაიცნო მთელმა ევროპამ, მთელმა მსოფლიომ ჩვენი ქართველი ლიდერები, გმირები, გენერლები, რომლებიც მაშინდელმა მთავრობამ, ესე რომ ვთქვათ, ტრებად შერაცხეს ქვეყნის და ძალიან დიდი როლი ითამაშა იქ ყოფნამ. და მე რა თქმა უნდა, დიდი მადლობა უნდა მოუხადოთ ბატონ ვალერე ოთხოზორიას, იმიტომ რომ შექმნა ისეთი პიესა, რომელს არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყურებს, ბავშვი იქნება, დიდი იქნება თუ პატარა, იმიტომ რომ ეს ისტორია ყველა მიცის, ეს ჩვენ ქვეყანას გადახდა თავს და არ არის პირველი და მოგონილი და რაღაც და მე იმედი მაქვს, რომ ეს პიესა სხვა თეატრებშიც დაიდგმება კიდე, იმიტომ მარტო არა სენაკში და არა ზესტაფონში, იმიტომ რომ ძალიან კარგი ენით არის დაწერილი და ძალიან კარგი გააზრებული პიესა არის და რისთვისაც კიდე დიდი მადლობა ბატონ ვალერის და ეხლა რაც შეეხება ჩემ პერსონაჟს, რაც შეეხება, ეს არის გენერალი, ჩეკას გენერალი და რასაც ჩადიოდნენ ჩეკას გენერლები მაშინ და რასაც აკეთებდნენ და როგორი ცივსისხლიანებიც იყვნენ, ეს მოიხსენება ხალხს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სისხლი დაიღარა მაშინ და ძალიან ბევრი ეს ყველაზე საზღარისი იყო, რომ ქართველს ხრიტავდა და ქართველ გენერლებს ჰქონდა თამაში ძალიან დიდი წვლილი. ძალიან საშინელ საქმეებს ჩადიოდნენ, ძალიან ბევრი ჩაშვება იყო, ძალიან ბევრი უდანაშაულო ხალხი და ელიტა დაიხრიტა მაშინ ქართველი ინტელიგენციის და ამას გადასახიერებს ჩემი პერსონაჟი გენერალი, ცოტა არ არის დადებითი როლი, მაგრამ ამასაც ხო თამაში უნდა შექმნა უნდა და მე მგონი გავართვით თავი და იმედი მაქვს, რომ ძალიან დიდი რეზონანსი უნდა მოყვეს ამ სპექტაკლს და მოყვება კიდევაც, ეხა უკვე მესამე წარმოდგენა არის და 30-ია კიდე დანიშნული სპექტაკლი და უკვე ბილეთები იყიდება, ფაქტიურად აღარ არის უკვე 30-ის ბილეთებიც და დიდი მადლობა რა თქმა უნდა ვატოს ძალიან ჯოჯოხეთური მუშაობა დაგჭირდა, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ძალიან
მუხჯაუხრელად ვიმუშავეთ, ღამეები გავათენეთ და ამას ვაქვს შედეგი, რომ არასდროს არ არის დაუფასებელი და ყოველთვის ფასდება ის, რასაც რაშიდაც ჩადებ შენ შრომას, რაშიდაც დაყრი ოფლს, ეს ყოველთვის ბოლოს მოგცემს შედეგს და რა ვიცი. მე დანარჩენი მაყურებელზე მეგვინდვია, როგორ მიიტანს ამას გულთან და როგორ მიიღებს. არის კრიტიკული მაყურებელი ზესტაფონში. ისთვისაც დიდი მადლობა, რომ დღეს აქ რო ვითამაშეთ ზესტაფონში, ნუ არ ვიცი. გასუსული უსმენდა მთელი მაყურებელი. ცოტა მძიმე სპექტაკლია, მაგრამ რას იზამ? რეალობა ეს არის. ის უნდა ვაჩვენოთ, რაც იყო მართლა.